თქვენ იცით რომ 700.000 ლარი დახარჯა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 11 მსუბუქი ავტომობილის შესაძენად 2023 წელს. მეტწილად სიმართლე ასე შეაფასა ფაქტმეტმა საბა ბუაძის ეს განცხადება. სახელმწიფო უწყებები ასევე ადგილობრივი თვითმმართველობები სატრანსპორტო საშუალებებს ძირითადად კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით იძენებენ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მოძიებული ინფორმაციით დასტურდება რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2023 წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით სულ 12 მსუბუქი ავტომობილი შეიძინა. ჯამში გადაიხადა 513.766 ლარი. 2023 წლის ბიუჯეტიდან არც ელექტრონული ტენდერის საფუძველზე და არც პირდაპირ შეტყიდვის წესით მუნიციპალიტეტს სხვა მსუბუქი ავტომობილი არ შეუძენია. თუმცა მანამდე 2022 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ფრანს ავტოსთან, რომლისგანაც 4 ერთეული რუმინული წარმოების რენო დასტერი შეიძინა. ერთი ავტომობილის ღირებულება 53.400 ლარი იყო. მიღება ჩაბარების აქტის თანახმად შემწყიდველმა ჯამში 213.600 ლარი გადაიხადა. ამ შესყიდვის ჩათვლით 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სულ შეძენილია 16 ავტომობილი, რომელთა ჯამური ღირებულება 727.366 ლარია. პოლიტიკოსი თავის განცხადებაში კონკრეტულად ასახელებს 700.000 ლარს და ამბობს, რომ ამ ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შეძენილია 2023 წლის განმავლობაში. თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული ღირებულება მოიცავს 2022 წელს შესყიდულ 4 სატრანსპორტო საშუალებასაც. ჩვენ დამაზუსტებელი პასუხისთვის საბა ბუაძეს დავუკავშირდით, მან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ის განცხადების დროს დაეყო. აღნიშნული წყაროც ადასტურებს, რომ მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების შეძენის მიზნით ოზურგეთის მერიამ 700.000 ლარი ნამდვილად 2022-2023 წლებში დახარჯა და არა მხოლოდ 2023 წელს. ამის გათვალისწინებით ჩვენ საბა ბუაძეს ერთი ვერდიქტი დავაკელით, მეტწილად სიმართლე, ასე შევაფასეთ მისი განცხადება, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.